პოლიტიკურად გაბანკროტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვეულ ხერხს არ ღალატობს და პოლიტიკური რეინკარნაციისთვის კვლავ ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობს ტრაგედიები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ამჯერად მათი პროპაგანდა მთლიანად პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალების ფაქტზე აეწყო და ცდილობენ უბედური შემთხვევა მკვლელობად წარმოაჩინონ, რაზეც მათ მედიებში პატიმრის გარდაცვალებაზე წამოწყებული კამპანიაც მიანიშნებს. ირწმუნებიან, რომ პატიმარი ცემისა და წამების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა გამოქვეყნებულ კადრებში განსხვავებული რეალობაა. პარალელურად კი ოპოზიციურ არხებზე ადვოკატის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მეტად ამყარებს ეჭვს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებისთვის პატიმრის ძალადობის შედეგად გარდაცვალების ვერსიის მიწოდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა მასზე მოხდა ფიზიკური ძალადობა და ამ ძალადობამ გამოიწვია ის შედეგი, რაც იყო საბოლოოდ. განხორციელდა თქვენი აზრით ფიზიკური ძალადობა, იმიტომ რომ პატიმრების მხრიდან ჩვენ არ ვიცით ვისი მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. შეიძლება იყოს პატიმრების მხრიდან, შეიძლება იყოს ამაში მონაწილეობდეს თანამშრომლებიც. ეჭვებს ამძაფრებს ადვოკატის დაჟინებული მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრის გარდაცვალება მასზე ფიზიკურმა თავდასხმამ გამოიწვია. თანაც იმ ფონზე, რომ გამოქვეყნებულ კადრებში ცხადად ჩანს, პატიმარი იოსებ გორგაძე თავისუფლად გადაადგილდება პენიტენციურ დაწესებულებაში. მის მიმართ არათუ ძალადობის, მცირედი აგრესიის გამოხატულებაც კი არ ჩანს. კადრებში ასევე ჩანს, რომ საკანში პატიმართან ერთად უცხო პირი არ შედის, რის შესახებაც ადვოკატს კითხვა დავუსვით, რაზეც ასევე არადამაჯერებელი პასუხი მივიღეთ. ჩვენ ვერავის ვერ დავადებთ ხელს, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ განახორციელა ეს ქმედება და შესაბამისად ვერავის ხელს ვერ დავადებთ. ჩვენ არ ვიცით იქ რა მოხდა შიგნით, ჩვენ ხო არ ვიცით. თანამესაკნე მიაყენა, სხვა პირმა მიაყენა თუ როგორ მოხდა, თუნდაც იმ ტელეფონის დარეკვის დროს სად იყო ეს ადამიანი იმ პერიოდის მანძილზე, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. ამბობს, რომ პასუხი კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა არ იმჩნევს, რომ მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხები ვიდეო ჩანაწერებმა უკვე გასცა. ტელეფონზე დარეკვის დროს ჩანს პატიმარი, ასევე ჩანს, რომ ის საკუთარი ფეხით ყოველგვარი დახმარების გარეშე გადაადგილდება. საკანში შესulis შემდეგ მასთან უცხო პირი არ შესულა. ადვოკატი კი მაინც ჯიუტად ამბობს, რომ პატიმრის გარდაცვალება უბედურმა შემთხვევამ კი არა, მასზე თავდასხმამ გამოიწვია. ყავდა ორი თანამესაკნე, ეს ვიცით, და ამ ორი თანამესაკნე ესენი გამოკითხულები არიან, სხვაებიც არიან გამოკითხულები, რა თქმა უნდა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მარტო თანამესაკნეების ბრალი შესაძლებელია ეს საერთოდ არ იყოს და სხვა ადამიანებიც იყოს ამაში ჩარეული. ჩვენ ხელს ვერ კი არიან გამოკითხულები, თუმცა საქმის დეტალები მე არ ვიცი იმ გამოკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია ერთი, რომ ამ ადამიანს აქვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი უმძიმესი დაზიანებები. კადრებში ნათლად ჩანს, რომ 14 საათსა და 25 წუთზე ბადრაგი პატიმრის საკანთან მიდის. როგორც ჩანს, მათ სხვა პატიმრებმა დაუძახეს. შემდეგ ისინი იძახებენ თანამშრომლებს, ექიმებს და ბოლოს პატიმარი იოსებ გორგაძე საკნიდან საკაცით გამოჰყავთ. უშუალოდ კლინიკაში მიყვანის დროს ის უკვე გონზეა მოსული. მოძრაობს კიდეც, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ პატიმრის მოძრაობა სულაც არ ნიშნავს, რომ ის გონზეა. არანაირი გონზე არ არის, ხა ადამიანი თუ მოძრაობს, ეს არ ნიშნავს, რომ გონზე არის. კლინიკაში შესაძლებელია ადამიანს მოტეხილობა ეს ისეთი რამეა, რომ შეიძლება გარკვეული პერიოდის მერე რაღაც გონზე მოვიდეს, ან რაღაცა, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მას დაზიანებები არ ქონდა. დაზიანებები არ ეტყობა კადრებში, მას შეგნებულად დავსკრინე ახლო კადრი. გარეგანი დაზიანებები მე ნანახი მაქვს კადრები. და მაინც ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. თუმცა კადრებში ასევე კარგად ჩანს, რომ გარეგანი დაზიანებები და ცემის ან მით უმეტეს წამების კვალი პატიმარს არ აღინიშნება. ადვოკატი კი კვლავ ამბობს, რომ ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გარეგანი დაზიანება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანს მოტეხილობები ქონდეს. თავის დაზიანება ისეთი რამ არის, ეხლა ეს ამას სპეციალისტებიც ასე ხსნიან, რომ შეიძლება ადამიანს მოტეხილობები ქონდეს, მაგრამ იმ მომენტში არ დაკარგოს გონება და გარკვეული მომენტის მერე დაკარგოს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ტვინს და თავს ეხება საკითხი და ამიტომ ის რომ საავადმყოფოში ცოტა გონზე მოვიდა, ჯერ ვინ იცის რომ გონზე მოვიდა, იქ საუბარია იმაზე, რომ ხელს წევს და თავის გადაწევა ხდება მისი მხრიდან, თორე საუბარი არის, კონტაქტი არის ვინმესთან, მსგავსი რამე არ არსებობს. ინტერესი წევს ის, რომ მყარი არგუმენტები და ლოგიკაც კი არ აქვს, თუმცა მაინც ჯიუტად ცდილობს უარყოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რასაც ვიდეო ჩანაწერებიც ადასტურებს. საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა.
უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ დაეცა. სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია. გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი სისხლის მიმოქცევის თავის თვინში სისხლის მოგცევის პრავლემ მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. შეყვანისას დაფიქსირებული იქნა ნახეთქიჭრილობა მცირე ზომის ნახეთქიჭრილობა წარბის არეში. რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცის გვერდით ყოფ რკინის მაგიდას. კლინიკაში ჩატარებული კვლევით, მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ კომპიუტერული ტომოგრაფით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძიზვლების დაზიანებები. ანუ მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანებები. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა. ერთი საინტერესო დეტალიც. იგივე კვლევით ნანახი იყო გარდა სუბდურალური და ეპიდურალური სიჩაქცევებისა, ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარენქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სიჩაქცევა, რაც თავისთავად დიდ ეჭვს უბადებს ინსულტის არსებობას. მიუხედავად ამისა, ადვოკატი დღეების განმავლობაში ოპოზიციურ პროპაგანდას აძლევს საკვებს და ხილული რეალობისგან განსხვავებულ შეფასებებს აკეთებს, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტს სახეზე აღენიშნება ძალადობის კვალი. პრაქტიკულად თავის არეში, სახის არეში ამ ადამიანს ერთი ნაწილიც კი არ ჰქონდა დარჩენილი მთელი. ყველა დაზიანება მიყენებული აქვს თავის არეში და სახის არეში. ეს დაზიანებები არის განხორციელებული დანის ნომერ-მერვე დაწესებულებაში. მაგრამ კადრი, რომელიც ვივამეთშია გადაღებული, სულ სხვა რეალობაზე მიანიშნებს. თუმცა ადვოკატის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მხოლოდ ამით არ სრულდება. ის ამბობს, რომ გამოძიებაც კი არ ჩატარებულა. შემდეგ კი რამდენიმე წუთში თავისსავე სიტყვებს უარყოფს. არაფერი არ გაკეთებულა რეალურად. კი, საგამოძიებო მოქმედებები, რა თქმა უნდა, ტარდებოდა, ახლა ამას კი არ ვამბობ, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება. დამატებით კი ამ ინტერვიუდან მეორე დღეს ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში პატიმრის თანამესაკნეებიც გამოკითხულნი არიან, ანუ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ყავდა ორი თანამესაკნე, ეს ვიცით, და ამ ორი თანამესაკნე ესენი გამოკითხულები არიან, სხვაებიც არიან გამოკითხულები, რა თქმა უნდა, ამ საქმესთან დაკავშირებით. პატიმრის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი პაატასალია, რომელმაც პატიმრის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ აგორებულ კამპანიას სპეკულაციური უწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება გამოექვეყნებინათ კადრები, რომელიც აღნიშნულ სპეკულაციებს პასუხობს. იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და მათ შორის ვიდეო მასალა ქრონოლოგიურად, რომელიც ასახავს თუ რა მდგომარეობა ქონდა ჩვენ პენტენსიურ სისტემაში, კერძოდ კი იმ პენტენსიურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვლილი პატიმარი. პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახების მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა აქვე მინდა გამოვრიცხო ცალსახად ის სპეკულაციები, რაც გვესმის უკვე 2 დღის განმავლობაში, რომ თითქოს პენტენსიურ სისტემაში რამე ძალადობას ჰქონდა ადგილი და მით უფრო თითქოს ამ ძალადობის მონაწილე თავად პენტენსიურ სისტემის წარმომადგენლები იყვნენ. ეს არის ცალსახად გამორიცხული დღეს გამოქვეყნებული ვიდეო მასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს რაც გარდაცვლილ პირს სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები, ეს თავისუფლად შევიარაღებელი თვალითაც შეიძლება ვიხილოთ და ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს საბოლოოდ და შესაბამისი ექსპერტიზების შემდგომ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ
სამწუხაროდ სასიკვდილო აღმოჩნდა. დანარჩენი უნდა დაველოდოთ გამოძიებას, კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას და არის ამის ნიშნები და არათუ ნიშნები ცალსახაა, რომ რადიკალურმა ძალებმა აიტაცეს ეს ფაქტი და ცდილობენ რაღაც დღესწესრიგის შექმნან ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ციხეებში არის ძალადობას ადგილი და ასე შემდეგ. ეს ამას საზოგადოება არ დაიჯერებს, ამას საზოგადოება ხედავს, რომ რამდენად არის შეცვლილი ვითარება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არაა. ადვოკატის ურთიერთგამომრიცხავი და კადრებთან ანუ რეალობასთან შეუსაბამო განცხადებები, რასაც ტრაგედიაზე დაგეშილი ოპოზიციური მედია პროპაგანდა ემატება, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალების ფაქტის გამოყენება ურეიტინგო და უპერსპექტივო რადიკალურ ოპოზიციას სურს. პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ პატიმრის შეუძლოდ გახდომამდე არც ერთხელ არც პატიმარს და არც მის ადვოკატს საჩივარიც კი არ დაუწერიათ პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევაზე.